ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს კიდევ აქ შეკრება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სუსტი პროტესტი არ მოვადუნოთ, ეს რეჟიმი არ მოვადუნოთ და ჩვენც მუდმივად ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე. აუცილებლად, რა თქმა უნდა. ვილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ეს ქორწინების დასრულებას. გორიას უსურვებთ მადუროს ხანი გადასხოდეს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ პატარა საინფორმაციო საკითხები. თქვენ იცით რომ ჩვენ ვატყობინებთ წინასწარ ამ სრულობასთან დაკავშირებით, ვაფრთხილებთ ეხლა ჩვენ არამის შეთანხმების გარკვევალება და სამ დღევანდელ დღეზე და ამბი ძალიან ახლობით ანალოგიური ტიპის პასუხია მოსული, როგორც წინა ჯერზე იყო. ტროტუარზე იმოძრავებდა და ჩვენ ახლა ტრადიციულად მასში დაწყების წინ გადავალდა მოუწოდეთ რომ გზისავალ ნაწილი გვჭირდება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე და იმედია რომ როგორც წინა ჯერზეც ეხლაც არ გვექნება პრობლემა რომ გავაგზავნოთ ჩავატაროთ ეს მანიფესტაცია როგორც აქამდე ვაატარებდით. ეხლა ეს არის რიგით მეხუთე მანიფესტაცია, რომელსაც ჩვენ ტრადიციული მარშის შაბათები დავარქვით და აქვს ხოლმე სხვადასხვა შინაარსი. თქვენთვის ბოლო ცვლილობების ძირითადი შინაარსი იყო ქიმიური მოწამვლის თემა. ეს თემა რა თქმა უნდა დღის წესრიგში მუდმივად რჩება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ცვლილობა მიგვეწყნა ჩვენი სინდისის პატიმრებისთვის, იმიტომ რომ ამ ახალ წელს 124 სინდისის პატიმარი შეხვდა ციხეში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ამ რეჟიმს მთელ მსოფლიოს რომ ჩვენ სანამ თითოეული ადამიანი არ გათავისუფლდება, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტ. ამიტომ თავისუფლება რეჟიმის ყველ! თავისუფლება რეჟიმის ყველ! თავისუფლება რეჟიმის ყველ! დღეს მსვლელობისას გავშვით ბანერს ზუსტად ამ მოთხოვნით, ასევე გვეყოლება ტრადიციული დასაწყამი ინსტრუმენტებით, ჩვენი ძვირფასი გოგოები და ძალიან კარგი დრამერი ერთ-ერთი, და ამ მსვლელობის დროს პატარა დრაივიც იქნება, როგორც სხვა დროსაც ვაკეთებთ ხოლმე.